განვაგრძობთ გადაცემას, რომელიც პირველი ნაწილი ფაქტიურად ვერ ამოვწურეთ, იმიტომ რომ თემა არის ძალიან მრავალისმომცველი, ძალიან ბევრი ფაქტების შემცველი, ძალიან ბევრი დასკვნების გამოტანა შეიძლება, თუ არა იმას რომ სუფთა ვარაუდები გამოთქვათ, რა ხდებოდა დახურულ კარს მიღება, რაც ღიათ არის გამოტანილი, ესაც საკმაოდ ძალიან ბევრი არის და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს ისევ ზანგეზურს დაუბრუნდები, რომელიც კიდევ ამბობ ჯამთელ პატრიოტ ადამიანს, რომელსაც ეს ქვეყანა უყვარს, ნამდვილად არ ჭირდება რომ ეს კორიდორი შეიქმნას, ნამდვილად არ ჭირდება ახალი პარალელური სამყარო, რომელიც თქვათ შეგვავიწროს ჩვენ ეკონომიურად და გამოვთქვით ვარაუდი, რომ დიდი ალბათობით ეს დერეფანი არ იარსებებს. ამის ბევრი მიზეზი არის და თქვით ისაც რომ ამ შემთხვევაში ძალიან იშვიათად რომ რამე თანხwebdriver გქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში აბსოლუტური თანხwebdriver აქვს რუსულ სახელმწიფოს და ის წვითავს რომ არ გაკეთდეს და არა ჩვენ სამწუხაროდ მხოლოდ სტატისტის როლებში ვართ, როგორც პატარა სუსტი ქვეყანა ამ მონსტრებს შორის და ჩემის აზრით კავკასიის რეგიონი ამ შეხვედრაზე გადაწყდა რომ დარჩება რუსულ პროტექტორატში და ის საზეიმო ის რომ რასაც ზეიმობდნენ სომხურ აზერბაიჯანულ ამერიკული პირველი პირები ჩემს აზრით დიდი ალბათობით აღარ შედგება და რაც რა ვიცი სწორად გამიგეთ და რა შეუშლის ხელს ამ ვითარებაში კი ბატონო აი მაგალითს მოვიყვან რა ვინ ეკითხებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს თავის მეგობარ ქვეყანა კუბასზე რას განათავსებდა რუსები მოგეხსენებათ რომ ინაღამომი დაიწყო და პირდაპირ განაცხადა კენედის დროს კი ბატონო კი პირდაპირ განაცხადა აი ხა მოსკოვზე გვაქვს მომართული ყველა ბირთვული იარაღიო რა რაც გინდათ კენითო მნიშვნელობა აღარ აქვს არის რაღაცეები რომელსაც ეს ორი ზესახელმწიფო ერთმანეთს პატივსცემენ არა იმიტომ რომ ერთმანეთს პატივსცემა აქვთ არამედ ერთმანეთის ბოროტების შესაძლებლობები იციან ეს შესაძლებლობები რომელიც მართლა დაამთავრებს სიცოცხლეს დედამიწაზე და არის რაღაცა ტერიტორიები რომელზეც ტაბუა დადებული ხო როგორც რუსებს არ ქონდათ კუბაზე განეთავსებინათ ბირთვული იარაღი და ისე დიდი სურვილიც ქონდათ და ხრუშოვი სხვა შორის ამ განთავსებამდე იყო აღმოსავლეთ ევროპაში განათავსა ამერიკამ თავისი რაკეტები და აქედან გამოიწვია ამან არა ბირთვული ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა ეს და არის რაღაცები რომელსაც ისინი ერთმანეთს ითვალისწინებენ რა და მე ვფიქრობ ეს ის შემთხვევაა და ეს იშვიათი შემთხვევაა კიდევ ამბობთ და იშვიათი კი არა ბოლოს არ მახსენდება როდესაც რუსულ-ქართული ინტერესების თანხwebdriver მოხდა ამ შემთხვევაში ის კი არა რომ ჩვენ რაღაცა გავატარეთ არა უბრალოდ რუსეთმა რაღაცა გააკეთა რომელიც ჩვენ დასასარგებლოდ მოხდა ეს არ მოხდა რა რუსეთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ რომ რუსეთს ჭირდება ასეთი გასასვლელი სპარსეთის ყურეზე ახლო აღმოსავლეთზე აზიის ქვეყნებზე და ეს პრაქტიკულად ეს გზა და თან მით უმეტეს რეგიონში როცა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა იარსებებს მათ შორის გვერდი იქნებიან გიუმრის ბაზასთან წარმოეს არის აბსოლუტურად მიუღებელი რა თქმა უნდა რუსეთისთვის და ამ მხრივ რუსეთს და ირანისთვის ეს არის სრული კოშმარი მართლაც ეს ამ პროექტის განხორციელება შეიძლება მილები რა თქმა უნდა ის ნავთობის და გაზის მილები არ გაიყვანონ და აქ იქნება მხოლოდ საუბარი რკინიგზაზე და საავტომობილო გზაზე ანუ ავტობანზე რადგან ის მილები რომელიც ჩვენ ტერიტორიაზე გადის სამწუხაროდ ბოლომდე დატვირთული არ არის და ეხა ნამდვილად არ ჭირდება დასავლეთს ახალი მილების მშენებლობა აი ამ ზანგეზურის მონაკვეთზე მილებზე არა პირდაპირ საავტომობილო გზაზე ამიტომ საუბარი და საავადმყოფო რკინიგზაზეც იყო საუბარი რა თქმა უნდა ჩვენ სანამ აქ საუბრობთ რომ ჩვენ გვინდა ჩვენ ტერიტორიაზე გაიაროს ბაქო-თბილისი ყარსის ესე იგი რკინიგზამ ამასობაში უკვე ამათმა ეს გადაწყვიტეს ხო უკვე წლები გადის რაც საუბარი ანაკლის პორტზე და დღემდე დაწყებული არა აი ყველა ფერში დავაგვიანეთ სამწუხაროდ ეს ჩვენი ხა ამას მაინც ხო ვერ დავაბრალებთ არა იმას რა ქვია
ზანგეზურისში ჩართულ პროექტში ჩართულ მხარეებს, რომ ჩვენ ანაკლიას დროზე ვერ მივხედეთ იმ რკინიგზას, რომელიც უკვე დიდი ხნის გაკეთებული უნდა ქონდეს და განხორციელებული ეს პროექტი. ოთარ კიდე ანუ ყველაფერს გადავაბრალებთ ახლა იმას, რა თქმა უნდა, ჩვენ რაც ჩვენ შესაძლებლობებია, იმას არ ვიყენებთ, თორე ბევრი რაღაცა უბრალოდ ჩვენ გადასაწყვეტი არა ავტომატურად ხდება, ჩვენ გარეშე ხდება. დედამიწა ტრიალებს, ქართველები რას ფიქრობენ, იმაზე არავინ არ ფიქრობს და თავის განვითარება აქ ამ რეგიონების გაყვანა უკვე აქტუალური არა, იმიტომ რომ ჩვენთან გაკეთდა ეს. ასე რომ გაკეთებულიყო პორტიც, ეს რკინიგზაზე არ იქნებოდა საუბარი ახლა აზიმეში ზანგეზურში. ძალიან საინტერესო ინფორმაციები კიდე გამოვდივარ ამ ღია შეხვედრიდან და ღია შეხვედრა იყო სომხეთ ირანის პირველი პირების სხვაჩოს იმასაც რაღაც ირანის პირველ პირსაც რაღაც ისეთი გვარი აქვს იანზე დამთავრებული ხო და ახლა უბრალოდ გვარი აღარ მაქვს და მან ძალიან საინტერესო რაღაცები გაჟღერდა და ერთ-ერთი ითქვა ისეთი რამე რომ თურმე ირანში უკვე ტენდერით ჩატარებულია და ვიღაცამ უნდა გაიმარჯვოს და ირანიდან მომავალი ანუ გზის გაკეთებაზეა საუბარი საქართველოსკენ სომხეთის გადაკვეთით საქართველოსკენ მომავალი გზა ნუ რა თქმა უნდა ეს ირან-საქართველოს გზა არ იქნება ეს არის რუსეთ-ირანის გზა რომელიც საქართველოს იქნება ამ შემთხვევაში სატრანზიტო ქვეყანა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მე ვთვლი რომ ესაც ჩრდილოეთ სამხრეთი ანუ ჩვენ გვაქვს საქართველოს უნიკალურობა იმაში არის რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ჯერჯერობით ერთადერთი ხიდი იყოს ამიერკავკასიაში და მეორე სხვა შემთხვევებია არაბული სამყარო იქ წითელი ზღვის კვეთა აბსოლუტურად არამონგებიანი ვარიანტი და მეორეად რუსეთი მე მეტი არაფერი არ არის შუაში ვართ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ორ ზღვას შორის კასპიისა და შავ ზღვას შორის და აქ არის საუბარი მეორე ალტერნატივაზე კიდევ ამ საქართველოს ჯვარივით არის ეს ორი აღმოსავლეთ დასავლეთ და გამტარიანობა და ჩრდილოეთ სამხრეთი ჩრდილოეთ სამხრეთი რომელიც არანაკლები დატვირთვის არის იმიტომ რომ წარმოიდგინე რუსეთი რესურსებით უმდიდრესი ქვეყანა დედამიწაზე უკავშირდება სახმელეთო გზით ეს არის თურქეთი, რომელთაც არ აქვს სახმელეთო გზა და აქ ინტენსიური ყველა საკითხებში ეკონომიური ურთიერთობა. ეს არის თავისთავად სომხეთი, ეს არის ირანი და მთლიანად არაბული სამყარო. ოთარ, ნუ აი წარმოუდგენელ მასშტაბებზეა აქ გადაატვირთ ბრუნვის და შემცირება მათთვის რა და რაც საქართველოსთვის ახლა მე ის ინტერესი კი მალაპარაკებს რომ რუსეთი როგორ კარგად გაყიდ ჩვენი ინტერესი რომელიც რამხელა მოგებას ელემენტარულად ერთადერთი მილიგადის სომხეთის საიდანაც გაზით მარაგდება და ისაც იმხელა შემოსავალია საქართველოსთვის რომ თითოეულ კაპიკს რამხელა მნიშვნელობა აქვს ეს კაპიკი არ არის საკმაოდ დიდი თანხები არის ჯერ იყო 10% რჩებოდა გატარებული გაზის, რასაც ვატარებდით, ანუ საფასურად ვიღებდით 10%-ს, ეხლა მგონი თანხობრივად შეიცვალა ესა და ქვეყანა ეს მხოლოდ სომხეთ რუსეთი და ეხლა წარმოიდგინე რამხელა სამყაროები ვახსენეთ, აქ რამხელა სამყაროების გამტარი ვხდებით, რა უმთავრესი გამტარი სახმელეთო. ზარია გისმენთ? გისმენთ ეთერში ჩადებით. ისმის ბატონო. ისაუბრეთ გისმენთ? მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოს სწორი პოზიციისათვის ბატონი ლევანის გარდაცვალების დაგასტირებით. მართლაც ამარზენი წერილები წდებოდა სოციალურ ქსელში. ალბათ ქართული ანდაზა ნათქვამი მიცვალებულზე ანკარისთავებენ არაფერსო, მაგრამ ყველას უფალი შეუძლებს. ერთი ჩემი აზრი მინდა მოგახსენოთ ამ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით. ზოგი თავრობის საპირისპირო დამიხილავს ამ დერეფანის არსებობას, მაგრამ ეს დერეფანი რომელი თავრობაც არ უნდა ყოფილიყო საქართველოში, ეს დერეფანი მაინც გაიხსნებოდა. რაც შეეხება როგორც საქართველოს ალტერნატივას, ყველა დერეფანი იკირთება საპორტო პორტები. იმიტომ რომ საზღვაო გადაზიდვა ისტორიულად იყო ყველაზე იეფი გადაზიდვა დიდი ტვირთების. როდესაც მაგალითად ამ დერეფნით ჩინეთიდან მაგალითი ავიღოთ ჩინეთიდან. შემოსული ტვირთი დაუთავე 40 ფუტიანი ერთი კონტეინერი აზერბაიჯანმა მიიღოს
დაუშვათ სტამბოლიდან გადაერთოს პირდაპირ ამ დერეფნის მიიღოს აზერბაიჯანმა. დაახლოებით $3000 ძვირი დაუნდება, ვიდრე ფოთის, ბათუმის, ან მომავალში ანატოლიის პორტიდან მიღებული კონტეინერი. ამიტომ ნახეთ რა ხდება. მე ჩინეთიდან 18 წელი წადია თვითონ პრეზიდენტი. ერთმა რომ ჩეროვეზიდებოდი გასახმელეთო იყო არც არკიდიჯო გადაზიდვა იყო. ერთმა გადაზიდვა, საზღვაო გადაზიდვა ერთმა. დიდი ტვირთები, სამშენებლო ტვირთები განსაკუთრებით. ეს არის საზღვაო პორტების ტვირთი. ჩვენ თუ პორტებს გამავითარებთ ბათუმის, ფოთის, ხანდახან გები შემოსული ფოთში და ბათუმში ერთი კვირე პრიჩალზე ვერ შემოდის. იმიტომ რომ არ არის ადგილი პრიჩალზე რომ გები დროზე დავცალოთ და ტვირთები დროზე გავანაწილოთ. ამიტომ ანაბლის პორტი საცხაროა, მაგრამ ნახეთ რა ვამბობთ. ეს ზერეფანი საქართველოს ვერ ჩაანაცვლებს. ზერეთი სანამ ეს ზერეფანი გაიხსნება, მინიმუმ 15 წელი არ გაიხსნება ეს ზერეფანი. ამიტომ ჩემი აზრი რა არის იცი, სწორად უნდა შევაფასოთ მოვლენები. საქართველოს ხელისუფლებაში ვინც არ უნდა ყოფილიყო, ეს ზერეფას პოლიტიკური ასპექტი მეტი აქვს. გაკეთდა ჩვენ ხელისუფლება არ დაგვიდანაშაულებია. არცეთი აზერბაიჯანელი, არ სომეხი ბიზნესმენი სტამბოლიდან კონტეინერს სახმელეთო გადაზიდით არ წაიღებს. იმიტომ რომ ძვირი უჯდება, ვიდრე ფოთიდან ამ ბათუმი. მე ერთხელ სტამბოლში ჩამოვცალე კონტეინერი და ეხლა $3500 ფარგლებშია საშუალოდ ჩინეთი ფოთი ბათუმი ფრახტის ღირებულება. სტამბოლიდან ფოთამდე გამიჯდა $3500. როდესაც ჩინეთიდან $3500 სულ მიჯდია ფოთამდე კონტეინერი. და ამიტომ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა კონტეინერი აზერბაიჯანმა და სომხეთმა სტამბოლიდან წაიღოთ აზერბაიჯანში რა თანხა დაუჯდება. ამიტომ ჩემი აზრი ეს არის, როგორც პატარა ბიზნესმენი და შემგარსებო ბევრი ბიზნესმენია, ვერ ჩაანაცვლებს ეს ზაგეზერი ზერეფები საქართველოს თუ ჩვენ გონზე ვიქნებით და მოვიქცევით ისე როგორც წესი და რიგია. მადლობთ ყურადღებით. ძალიან მადლობ, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ისეთი წონიანი ინფორმაციებისთვის თანხებში იყო გადაყვანილი ბევრი რაღაცა რა. აქ ძალიან საინტერესოა და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ახლა ამ ბატონის საუბრიდან რომ ანაკლიის სპორტის დროზე აშენება რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რა, იმიტომ რომ ის რომ ახლა შემთხვევით არ იყო ნახსენები რომ ფოთში და იმაში რომ მართლა გემები გვინახია შუაოკეანეთ განან და ელოდებიან დოკებზე ვერ შემოდიან რომ თავიანთ რიგს ელოდებიან და ეს კვირაობით და თითეული დღე რომ თანხა არის ამ გადაზიდვის კომპანიებისთვის ეს არახალია და აღმოჩენა არ იქნება რა და ძალიან გასაგებად ისაუბრეთ და მართლა ამ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მე დავთარი საუბრობთ. წინა გადაცემაზე საუბრობდი რომ მართლაც არ არის 1 და 2 დღის საქმე ზანგეზურის დერეფნის გაკეთება ეს ამას დაჭირდება წლები. მე იქ ნამყოფი ვარ და ვიცი ეს ურთულესი რელიეფია მართლა წლები დაჭირდება ეს ვთქვი კიდევაც წინა გადაცემაზე. მაგრამ აქ საუბარია შევა სულ არ გაკეთდეს. ხო შეიძლება არა რომს გაკეთდეს ვამბობ რომ ამას 1 და 2 წელი ნამდვილად არ ეყოფა. მაინც კეთდება ხო? ხო ნუ თუ ესეთი მოცემულობა. ეხლა მოდი ჩვენ ეკონომიურ საკითხებზე ასე თუ ისე შევეხეთ და მოდი პოლიტიკურ საკითხს შევეხოთ. თუ ჩილო სამხრეთის გახსნა იქნება ის ლარსი რომელიც არის მოდი პირდაპირ თქვა ეს ძაბრის ფორმის რო ერთი მანქანაზე მეტი ვერ გადის მით უმეტ ნუ ძალიან ყაზბეგის გზა თავის სირთული ძალიან რთული გზა არის ეხლა ეს ბოლო მონაკვეთი განსაკუთრებით ქალაქიდან რო გადის და უერთდება ესე იგი იქ ჩვენ საგუშაგოს და საბაჟოს არის მართლა ძალიან ვიწრო და აი ეს ტრაილერები როგორ არ ვარდებიან იქ ნუ რაღაც ხშირად ხდება სამწუხაროდ შემთხვევები და ნუ მაგონაკოთ შევეშოთ თვითონ შემდეგ უკვე ყაზბეგიდან მომავალი გზა როგორი მიხვეულ და შემთხვევაში ეხა იქ ახალი კეთდება წლის ბოლომდე მივა ეს გზა შევა ექსპლუატაციაში 9 კილომეტრიანი რომელიც ჟინვალს აკავშირებს პირდაპირ კობის მონაკვეთია 9 კილომეტრიანი გვირაბი რომელიც შეღავაც იძლევა 45 კილომეტრს ჭრის 30 თუ 40. მოდი ერთად შემოუშვათ და აი ჩილო სამხრეთის დერეფას გისმენთ. ხო, მე მაინტერესებს. თქვენ არჩევნების თარიღს სპეციალურად არ ახმოვანეთ თუ რაღაც კონკრეტული ნიუანსის პრობლემაა და რაღაც
რატო რახმოვანებთ დროს და რიცხვს? კი ბატონო, ჩვენ არა ვართ CSGO, უკვე გახმოვანებულია 4 ოქტომბერს იქნება არჩევნები, მაგრამ 4 სექტემბრამდე გვაქვს ვადა იმისთვის, კი ბატონო, დარწმუნებით გეუბნებით, რომ მონაწილეობას ვიღებთ, შეკითხვა ალბათ ამას უფრო ეხებოდა და საქართველოს ყველა რეგიონში ვიღებთ მონაწილეობას, მათ შორის თბილისშიც რა თქმა უნდა, გვეყოლება ჩვენი კანდიდატები და ვიბრძოლებთ დავიკავოთ ღირსეული ადგილი ამ არჩევნებში, როგორც ასე რომ არ ვაპირებთ უკან დახევას ან ხელის ჩაქნებას რაღაცაზე. ზარია გისმენთ? ალო, გამარჯობათ. მოგესალმებით. მე გეთანხმებით ბატონო მალხაზ, რომ ის ზანგეზურის დერეფნის ამბავში ჩვენი და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. დაემთხვა, ხო და ამიტომაც არ გამოვა რა იქ ირანი აქ რუსეთი და ეგ გზა ალბათ არ გამოვა და ჩვენ ხელისუფლებას მე იმაში ვადანაშაულებ, რომ დიდი ხანია რუსეთთან გჭირდება დიალოგი რა. აი დიდი ხანი დაჟე შეხედეთ, აი ტრამპი როგორ დახვდა პუტინს რა. აი ასეთი დახვედრა თქვენ გინახიათ ვინმეს დახვედრიას. ხო და რუსეთთან უნდა გამოვნახოთ რაღაცა ენა და რაც შეეხება აი ეს რა ამბობდი რა ქვია ევროპელებს რაში ჭირდებათ 1 საათიანი ჭირდებათ რა ჭირდებათ რუსეთის გარშემო ჭირდებათ ცეცხლის დანთება იქ საქართველო იქნება იქ მოლდოვა იქნება იქ აზერბაიჯანი იქნება და ეს არის რა ამით თორე 1 საათიანია რა თქმა უნდა არაფერი ჩვენ დავზარალდებით ყოფა გვეტირება თორე უმანი ამათ უნდა რუსეთის დასუსტება მეტი არაფერი ჩემი პატივისცემა ბატონო მალხაზ თქვენ გაიხარ ოთარ მე არ მცემს პატივს ხედავ მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ ამ შემთხვევაში ოთარ ბაყურებლები მართლა ორნაცე წეღან ორი ზარი ყო აშკარა რა ფერხეს მოლდოვეთის ლიდერს ან აზერბაიჯანის ლიდერს ან სხვა ქვეყნის ლიდერებს რუსეთის სამეზობლოში თქვან ეს ერთი წინადადება რომ deep state-ი აიძულებს ჩაერთონ ომში რაღაც ჩვენა ვართ ეს მიზანში ამოღებული იქნება ამიხსნათ ვინმე ყველა საინტერესო უცნაური იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი როდესაც პუტინს ყველაზე მძიმე დღეები ედგა ომის დაწყების პირველ დღეებში ამ ბოლო დაწყებული ომის გულისხმობ ფაქტიურად ბელორუსიის გარდა არავისთან სი ძინპინიც კი არ ჩანდა მის მიმოწერაში თუ რაღაც ურთიერთობაში ჩავიდა და 100 ხელშეკრულება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაუფორმა მე მახსოვს საქართველოში ერთხელ არ გამიგია ერთი სუსი არ გამიგია ლიბერალური სამყაროსგან რომ დედა რუსეთუმია აიკაცი ეს არა მაშინ როცა არაწყობთ არა ნუ 100 ხელშეკრულება გააფორმა და ეს იყო ფაქტიურად ლუკაშენკოს აჯობა პუტინთან მეგობრობაში ყველაზე რუსეთისთვის მძიმე დღეებში დღეს ალიევი არის ნუ ლამის სახალხო გმირად გამოყვანილი ისაც დაავიწყდათ რომ ოქროსაწმისი რომ მოგვტაცა რა ოქროსაწმისი კი არა ვინ იყო კაცო აფგან მუხთალი რომ მოგვტაცა რა ეგაც კი დაავიწყდა ხო ეგაც კი დაავიწყდათ რა რომ მაგ ტირანმა რომ აფგან მუხთალი ეს საქართველოს საგანძური მოიტაცა კი ბატონო ზარია გისმენთ საღამომშვიდობისა ბატონებო საღამომშვიდობისა მე მინდა ბატონო ოთარ გამოვეხმაურო ბატონო ოთარ კარგი ადამიანების ბრძანდებით ნამდვილად ეჭვი არ გვეპარება მაგრამ 2022 წლის თებერვალში რომ უკრაინაში ომი დაიწყო ხო მართლა საშიშროების წინ ვიდექით რომ ჩვენ ომში უნდა ჩავთვლიყავით იმ პერიოდში ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და ხშირად ამბობდა ხოლმე რომ ნაციონალები და მათი სატელიტები და მე თვითონაც მისმენია ის მაშინდელი ის რო იყო რა ქვია სახალხო დამცველი რომ ბომბები ჩიოდეს ის გვიჩევნიაო და როგორ უბიძგებდნენ რომ ჩარკენილი რეისები გაუჭიტო თვითონ ღარიბაშვილი ამბობდა ხო და რატომ ამბობთ ბატონო ოთარო ჩვენთან რა შიშიდებათ ომიო როგორ არ სჭირდებათ აი ვინც გამოდიან ეხლა ერთი მამაკაცი იყო წინა იმაში ხება თქვენ იყავით იმ გადაცემაში რომ რა შიშიდება 1 საათიანი ომიო აი ესეთი პიროვნებები ვისმაგას ამბობენ ისინი არიან ნაციონალები მათი სატელიტები ხო და თქვენ ხო ეგარ გეშლებათ ბატონო ოთარ ბატონო მალხაზ კარგი ხალბატონო კარგი მადლობა ზარისთვის უბრალოდ ჩვენ მაყურებელს მათ შორის ქართული ოცნების ხულვარე გულშემატკივრებს შევახსენებ ერთ ფაქტს ეს ეხება უშუალოდ ბატონ ოთარს ერთ ფაქტს შეგახსენებთ უყველას
ომის დაწყებამდე 2 დღით ადრე ჩვენ გავაკეთეთ ხელმოწერები პატრიოტთა ალიანსმა და ჩვენთან ასოცირებულმა სხვადასხვა ორგანიზაციებმა გავაკეთეთ ხელმოწერები, ჩემი ხელმოწერით და ოთარის ხელმოწერა არის იქ დასმული, რომელიც გაეგზავნა შვიდეულის ლიდერებს, მათ შორის პუტინს, ვლადიმერ პუტინს წერილი, საკმაოდ მოწიწებითი წერილი, რომ საქართველოს არანაირი სურვილი არ აქვს ომში ჩაერთოს. რა გააკეთა მაშინ ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ? ეხლა ქართული ოცნების მომხრეს მინდა შეგახსენოთ. ეს თქვენო რუსეთუმეები ხართო? საშინელი ცეცხლში გაგვატარეს, ეს ნაციონალებმა რომ გაგვატარეს, ეს წინასწარ შეგუებული ქართული ოცნების პოლიტიკურმა ლიდერებმა სულ რუსეთუმე გვეძახეს, როგორ გაბედეთო და ამდაგვარი წერილიო ჩვენ ომში არ გვინდა ჩაბაებ დაახლოებით ეს შინაარსი იყო ოთარის ხელმოწერა და ეხლა ქალბატონები რეკავდა ილაწყებით ხო? მაშინ ის ნატოს ინტეგრაციაზე საუბრობდით და სხვადასხვა სიგიჟეებზე რა აბსოლუტურად რა მარსზე კოოპერატივების გახსნას და ნატოში ინტეგრირებას საუბრობდით მაშინ დიდი ბოდიში ხა თუ ჩვენი წერილების შედეგად გამოფხიზ და თქვენი მართველი მთავრობა მადლობა გვიხარია ესა ოღონდ ჩვენ უგაგულაძღავთ იმაზე რომ ჩვენ რაღაცას თქვენ ხართ ის ამომრჩეველი რომელიც რუსეთუმეს გვეძახდა ომში არ ჩართვის სურვილისთვის აი ამ პარტიას დღესო ჩვენიგან გადაწერა შპარგალკის სახით და ქართული ოცნების ხელისუფლება ამას იმეორებს ჩვენ ეს გვიხარია და ნიშას არ გიგებთ სულ არ გავიხსენებდი ამ ფაქტორებს ოთარ მართლა არ გავიხსენებდი აი ეს მოწოლა რო არ იყოს ეხლა რომ თქვენ როგორ ბედავთ და თქვენ როგორ ბედავთ რომ ჩვენ გვეუბნებით რომ ომზე როგორც კი ხმა ამოვიღეთ რუსეთუმე გვეძახეთ ყობა ხაბასთან და იმასთან რა ქვია ხაბეიშვილის ტექსტებით გვალძღავთ ერთი ტექსტი ჰქონდათ ქართულ ოცნებას და ნაციონალებს მაშინ ეს არის რეალობა, ნუ მიწყეთ და ეხლა რომ გონს მოეგეთ და დაჭკვიანდით და ჩვენ ჭკუაზე დადგეთ, ხო? კიდევ ამ ქართული ოცნების საორჩეულს ვეუბნები ამას, ძალიან მიხარია ბატონო ჩემო, ოღონდ მე ხო არ მინდოდა დაყვედრება, თქვენ დაიწყეთ. ოღონდ იძულებული გავხდი, გამეცა ის პასუხი, რაც სიმართლე არის. ოთარ რამე ხო არ მინდოდა. და კიდევ დავამატებდი მე რომ მე უნდა გავმიჯნოთ ჩვენ ეს ევროპელი ლიდერების განცხადებები და უკრაინელი ლიდერების განცხადებები. უკრაინელი ლიდერებისგან კი გეთანხმებით ქალბატონო ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია ამ მიმართულებით რომ საქართველოს უნდა ჩაებას ომში დეპუტატი როა ვერ ვიხსენებ უკრაინელი რომელიც ევროსაბჭოში გამოდის ხშირად პავილიონესები და ისინი იგივეს არ იძახიან რა ლიტველი დეპუტატები და ისინი და მაშინ ძალიან სწორი პოზიცია დაიკავა ღარიბაშვილმა რომელმაც თქვა რომ ჩვენ ვითანამშრომლებთო ჰუმანიტარულ სფეროში ჩვენ მივიღებთო დევნილებს ჩვენ გაუწევთო ეკონომიკურ დახმარებას და გააკეთა კიდევაც ოღონდ ჩვენ არჩევებებითო ამ ამბავში საომარ მოქმედებებშიო ოღონდ ეს იყო პასუხი უკრაინელი ლიდერებისადმი და არა რაღაც განყენებული deep state-ისადმი რომლის არც სახელს და არც გვარს კობახიძე არ გვეუბნება ვინ დაურეკა და ვინ აიძულებდა ამ ამბავს ის ზარი არის შემდეგი და გისმენთ ეთერში ძამები ალო გისმენთ ის მოცილდით ტელევიზორს მოცილდით რა თუ შეიძლება რა იყო პასუხი უკრაინელი ну გაითიშა რა უბრალოდ როდესაც დარეკავთ თხოვნა არის რომ ტელევიზორს მოცილდეთ იმიტომ რომ 10 წამით გვიან მოდის სიგნალი შემდეგ ჩვენი ხმები ისმის თქვენ გონიათ რომ არ გვესმის არ გისმენთ და ის იქნება საკმაოდ ისეთი სიტუაცია რომ კომუნიკაცია ვერ დგება რა ოთარ რა ვიცი მგონი შიდა პოლიტიკას დაუბრუნდეთ არჩევნები ახლოვდება აგერ კითხვაც იყო მაყურებელი უფრო იმას ითხოვს შიგნით რა ხდება აგერ ქალაქის მერის არჩევნები უნდა იყოს აგერ საქართველოს საკრებულოების არჩევნები რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი არის მიუხედავად იმისა რომ ხშირ შემთხვევაში ბევრი ამბობს რომ ვის საინტერესებს ის უხელფასო თანამდებობები რა ესოფლებში და ადგილობრივ საკრებულოებში არა ძალიან საინტერესოა ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაფიოზებმა არა უბრალო ადამიანებმა და იმ შრომებმა ადამიანებმა დაიკავონ რაიონულ საკრებულოებში ადგილები რომლებიც მართლა თავიანთი რაიონის სატკივარს უფრო ადვილად მოიტანენ ცენტრალურ ბიუჯეტამდე ну ყველაფერი თავდება პრობლემების გადაწყვეტა ბიუჯეტი როგორ გადანაწილდება უფრო ლამაზად იქნება ყველაფერი და რაც შეეხება თბილისს დღეს კალაძემ განაცხადა არ ვიცი სხვა ჩვენ პროგრამაში ქონდა და
ძალიან გამიხარდა რომ კალაძემაც განაცხადა ესა რა და ოღონდ ჩვენ ცოტა სხვანაირად გქონდა წარმოდგენილი და მან განაცხადა რომ ტრამვაის სახით დიდი დიღომი დიდუბის დამაკავშირებელი აღვადგენთო ხო? არა, არ არსებობდა მაგისტრალი. არა, ხო, ტრამვაის არსებობდა, მაგრამ ტრამვაის აღვადგენთო, ხო, ანუ ტრამვაი არ არსებობდა, თუმცა აღვადგენთ ახლა ამ შემთხვევაში არა შესაძლებელი, იმიტომ რომ იქ არასოდეს არ ყოფილა და ხო და ანუ დიდი დიღომი ეს უდიდესი მრავალათასიანი დასახლება საბურთალოს რაიონის, აი მართლა ვიტყვი რომ საბურთალოს რაიონის 80% არის დიდი დიღომში განთავსებული, უზარმაზარია თავის მასშტაბებით და იზრდება თან პერსპექტივაში დაუკავშირდება ანუ მეტროს ხაზს, ესე ვთქვათ, ამ ტრამვაის საშუალებით. ეს ტრამვაი ახლა რომ წარმოვიდგენთ ისე ჩვენ ბავშვობაში გვახსოვს ხრიგინა რაღაცა, ეს იქნება ალბათ სწრაფმავალი ევროპული ტიპის საკმაოდ ტევადი იმ ტრამვაებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ აქ მუდმივად დიდი დატვირთვა იქნება, დიდი დიღომიდან იმდენი ადამიანი გადის და შემოდის. და ეს პროექტი არის მისასალმებელი. ოღონდ ჩვენ ესეთი პროექტები წინა დაპირებებზეც გვაქვს მოსმენილი და არასრულებულა. და მოსმენილი გვაქვს ახლა ერთი სიგიჟე რა. ახლა ვერავინ ბევრი არ შემეჯიბროს ფეხბურთის გულშემატკივრობაში. დიდი სტადიონის აშენება აი აეროპორტისკენ რო აპირებენ, ზარია. საჭიროება ამიხსნას ვინმემ რა. ძალიან მიყვარს ფეხბურთი, ძალიან მიყვარს ფეხბურთელები, ძალიან მინდა ფეხბურთი განვითარდეს. საჭიროებას ვერ ხედავ მილიარდიანი პროექტის, აი არ ვიცი ხა მილიარდი ცოტა უტრირებულად ვამბობ, მაგრამ ძალიან ძვირიანი პროექტის საჭიროებას ვერ ხედავ, როდესაც ჩვენ დინამო სტადიონი кайხანი არ შეგვისია რა. кайხანია. ზარია გისმენთ? ალო, გამარჯობა. მოგესალმებით. გასაგებია ეს ტრამვაი და რაღაცები და ახლა სან-ფრანცისკოშიც არის ტრამვაი და გასაგებია, მაგრამ მე სხვა საკითხი როგორ ფიქრობ პოლიტიკურად ეკონომიკურად აფხაზეთის რკინის გზა დაგვეხმარება თუ არა ჯერ ერთი რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ეკონომიკურად კი ბატონო. ეგ ისე საკითხია, რომელსაც იმდენად ხშირად საუბრობთ, დღეს აღარ ვოთარ შენ გიყვარს ძალიან ამ საკითხის ლამაზად გაშლა და უბრალოდ აღარ ეს რუსეთთან კი არა, უფრო მნიშვნელოვანი რა. აფხაზებთან პირდაპირ კავშირზე გასვლაზე მეტყველებს ეს გზა. ანუ პოლიტიკურად თუ ავიღო, ეკონომიურად რუსეთთან არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეკონომიურად, რუსეთისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და არა საქართველოს მარტო ორხრივია ეს, მაგრამ აფხაზების ერთადერთი საშუალება ეკონომიურად პირდაპირ აფხაზებზე გასვლა, ინტეგრირება, უკვე ჩართულობა, გინდა არ გინდა აფხაზების მასიურად სხვადასხვა თემატური თემებით გადმოსვლა, ქართველების გადმოსვლა, სპეციალისტები იქნებიან, სხვა ეს იქნება ერთ-ერთი აი პირდაპირი გზა. ეს მარტო რკინიგზა ხო არ არის, სამანქანო გზაც გაიხსნება, ხო? ბუნებრივია. პირდაპირი გზა ქართველების და აფხაზების, რომლებიც აი ეთნიკურად, გენეტიკურად, თვისობრივად, ეხლა ვიღაცა შეება ვიღაც აფხაზს არ მოეწონოს, ეს და ვიღაც ქართველსაც არ მოეწონოს, რატო გადარებე? არა, თვისობრივად. მე რო გუდაუთაში ვიყავი ომის დროს, მეგონა რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში ვიყავი, აი ძველი ბიჭი ნარკომანები რო ზუსტად ერთნაირი უბედურება გჭირს, ზუსტად ერთნაირი სიკეთე გჭირს, ზუსტად ერთნაირი სტუმართმასპინძლობა, აბსოლუტურად ერთი მონოკულტურის ერი ვართ, აბსოლუტურად, აი განსხვავებას ვერ იპოვი რა, მართლა ვიძახი რა, იმდენად მსგავსები ვართ რა, სიცუდეშიც, სიკარგეშიც, ვაჟკაცობაშიც. ეს არის ერთადერთი პირდაპირი აი სიტყვა გზა, ერთადერთი გზა ერთმანეთთან მისასვლელი რა. მე სხვა გზას ვერ ვხედავ რა. აფხაზმა უნდა დაინახოს ქართველს აღარ უნდა ავტომატით მისვლა. ქართველმა უნდა დაინახოს აფხაზს აღარ უნდა ქართველის მოკლა. აღარ არის ეს სურვილი, აღარ ადევს უკვე. დამთავრდა ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს რა და ეს გზა არის ჩემისას უმნიშვნელოვანესი იმ საკითხის ცხინვალზე არ ვამბობ იგივეს, იმიტომ რომ ოსურ-ქართული კონფლიქტი უმარტივესად მოგვარდება. ეს კეთილინება და რუსული ჯარის გაყვანა საკმარისია რომ აი ყვავილებით გადავიდეთ ერთმანეთის მიმართულებით. ერთი განსხვავებით აფხაზური კონფლიქტისგან ეს გზა არის პირდაპირი გზა ამ კონფლიქტის დარეგულირების და აი ვაკუუმის ამოვსების და იმ უნდობლობის, რომელიც ქართველებს და აფხაზებს შორისაა. ზარია შემდეგი და გისმენთ. ბატონო გისმენთ.
გეხოცებით ცოტა ნელა ისაუბრეთ და ტელევიზორს მოცილდით რა, გისმენთ? ტელევიზორი ეხა ისმის, ისაუბრეთ. ათალს რომ ნიკოლოზ ედიკა დაწერა რომ დღეს თუ ნება აი დიდი ბოდიში არ ვიცი რისი ბრალია და წდება თქვენი ხმა რა უბრალოდ არ გვესმის რა ცალკეულ სიტყვები ისმის მხოლოდ და მხოლოდ რა თავიდან წადეთ დარეკვა უბრალოდ შეუძლებელია მოვისმინოთ თქვენი მოსაზრება და თქვენი აზრი ოთარ კიდე აი თბილისის პროექტებზე რას სიტყოდი რა აი რას ხედავთ, რას ვერ ხედავთ? ამ აფხაზეთით დავასრულოთ მაშინ, ესე იგი, აქ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს აფხაზეთის გავლით რკინიგზა და ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ უკვე დიდი ხანია, წლებია და მართლაც ეხლა ღებულობს ეს დიდ აქ მნიშვნელობას ამ ვითარებაში, რომელიც შეიქმნა ეხა რეგიონში და კიდევ ვიმეორებ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი საშუალება იმისთვის, რომ რუსეთმა თავის თვირთები მიაწოდოს ახლო აღმოსავლეთს, იქ სომხეთს, სპარსეთის ყურეს, რა ვიცი, სპარსეთის ყურეს თან სასახლე ბატონო, ეგ არის. ექსპერტების გათვლით, სადღაც 30 წლის განმავლობაში რუსეთმა იმის გამო, რომ აფხაზეთში არ არსებობს უკვე ეს რკინიგზა, რომელიც გავა და საქართველოს გაივლის და ეს თვირთები მივა იქ თურქეთში და ახლო აღმოსავლეთში დაკარგა 200 მილიარდზე მეტი. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე იაფი გზა შედარებით საჰაერო მიმოსვლასთან, სახმელეთოსთან, საზღვაოსთან, ყველაფერთან, ნუ ყველაზე იაფი სატრანსპორტო საშუალებაა და ეს ამდენი მართლაც ამხელა ზარალი მიადგა პირველ რიგში რუსეთს. რუსეთმა ფაქტიკურად ისტოტი გადაჭრა ამ მიმართულებით, რომელზეც თავად იჯდა და ალბათ უკვე მოვიდა როგორც იტყვიან რუსები აზარენია რუსების ტვინში მოვა ალბათ რომ ამ მიმართულებით რაღაც გარკვეული ნაბიჯები უკვე უნდა გადადგან ეს ოთარ შენახა ხალხი ამ ამბავს დაემატა ეს ზანგეზურის თემა და ეხლა რა ვიცი ძალიან გააქტიურდება ეს თემა დარწმუნებული და ოთარ შენახა თქვი რუსეთის ზარალი ხო და ეს ზარალი მარტო რუსეთის ხო არ არის ეს ზარალი ხო არის ახლო აღმოსავლეთისა და იმ ქვეყნებისაც მათ შორის სომხები ყოველთვის ჩიოდნენ ამას რა რომ ნუ თქვენიო კონფლიქტის გამო ხო ჩვენო ესე დღეში ჩავცვიდითო და ნუ რეალურად მათ მართლა ნუ უდიდესი ეკონომიური დათბობა არა და მოტივი რაც იყო ამ ომის დაწყების ისევ სომხეთის გამო დაგვემართა ხო ეს როცა სომხეთის ტვირთები იძარცვებოდა არძინბას ხელისუფლების პირობებში ნუ მოტივი ხო ყოველ შემთხვევაში და შევარდნაძემ გასცა ბრძანება იმისთვის რომ რკინიგზა დაეცვათ ხო ნუ და მივიღეთ ის რაც მივიღეთ სამწუხაროდ ხო მაგრამ რეალობაში ვამბობ იმიტომ რომ ის ვალი მე ჩვენ გვედებოდა ხო ჩვენ ქვეყანას რომელიც როცა თუ თვლი რომ აფხაზეთი შეინაწილია იქ რო ტვირთი იძარცვება საქართველოს ხელისუფლება ამაში პასუხისგებელი ნუ ლოგიკურად ესეა ხო არა ნუ ხალხა გაპრავება მაპატიეთან ჟარგონისთვის თუ გვინდა ეგრე იყო ომის დაწყების მიზეზი რა მაგრამ სამწუხაროდ ამომს ვერანაირად ვერ პრავდება ეს მათამკვლელს ომს ეძახიან რა თქმა უნდა და ეს აფხაზებმაც უნდა გაიგონ რომ ჩვენ ერთმანეთის გარეშე არაფერი არა ვართ ვერც ქართველი უაფხაზოთ ქართველი ვერ იქნება იქ სულყოფილი ვერც აფხაზი უქართველოდ აფხაზი კი ბატონო მით უმეტეს დღევანდელი მათი დემოგრაფიული მდგომარეობით რომელიც კატასტროფული არის და ალბათ ერთადერთი ეთნოსი რომელიც გვისწრებს იმ კატასტროფაში ხრამში გადაჭეხვის დემოგრაფიას გულისხმობ არიან აფხაზები ნუ ბევრი ამ სიბნელის მიმდევარია რომ ერთადერთი შველა არის რუსეთში და პირიქით რომ ეს რუსეთი ღუპავს ამათ და როგორც ცხელ ჩაიში ესე იგი შაქარი ესა კრება ისე რომ გაქრებიან მალე და მომავალი პრეზიდენტი შეიძლება უკვე აფხაზიც არ ყავდეს არა სავარაუდოდ აღარ ხო ან სომეხი იქნება ან ეთნიკურად სომეხი იქნება ან რუსი ამას თუ ვერ ხედავენ ნუ რა ვიცი ეს არის სხვაჩოს ესეთი ბრიყული ლოზუნგი იყო რა მართლა ბრიყული რა რომ რუსულ თარგმანს პირდაპირ თარგმნი ქართულად გვირჩევნია ზღვაში დავიქჩოთ ვიდრე ტბაში ნუ ტბა ჩვენ ვიყავით რუსეთის ზღვა იყო ანუ ისო იხჩობოდნენ ამას შეგუებული იყვნენ ეხლა და ხო შეიძლება რომ არ დავიქჩოთ და ვიარსებოთ ხო შეიძლება ხო ბევრად ჯობია რომ არ დავიქჩოთ და ერთად თანავიარსებოთ და ერთმანეთს მივხედოთ და ის აღვადგინოთ რა მართლა აი განუყოფელი ტრადიცია აგერ ძალიან კაი მაგალითი მოგცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა როგორ შეუვლიათ ორ მტრულად განწყობილ ერს
ასე შერიგდნენ, რაღაც ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელება დაიწყონ, საზღვრები გახსნან, იქ აღადგინონ ურთიერთობები ყველა სფეროში. თუმცა შესაძლებელია ეს. კი, მაგრამ სად დაინახე? ხო, ნუ არ ვიცი. არ დავინახე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცდელობა არის, ხელს ართმევენ ერთმანეთს, ნუ რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შუამავლობით სხვა ქვეყნების, მაგრამ რაღაც პოზიციები დაახლოვდა, ხო? ესეთი რაღაც ჩვენთან არ ხდება. სამწუხაროდ ჯერჯერობით და არ და დროა უკვე. რომ ეს აფხაზებმა დაინახონ ეს ამბავი. როგორ რიგდებიან ერები. გეხოცები დაუბრუნდეთ თბილისს რა და დაუბრუნდეთ ადგილობრივ არჩევნებს, რატო თბილისს ხოლოდ? ყველა ქალაქს ეხება ესა, ყველა მუნიციპალიტეტს ეხება, ყველა რაიონს და ყველა დაბას და სოფელს ეხება, მაგრამ ნუ ეხლა ამ შემთხვევაში თბილისი ყველაზე მნიშვნელოვანია. იქით ამ ხრიდან თქვათ მსხვილმა პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს თავიანთი კანდიდატურა, საბედნიეროდ ეს არ არის ის ენაწაგდებული და ის ელისაშვილი არის შედარებით ნორმალური ადამიანი, ბევრად ნორმალური შედარებით კი არა. ბევრად ნორმალური ადამიანი, ჩვენ კანდიდატურა საკმაოდ ღირსეულს დარწმუნებული ვარ, მალე წარვადგენთ. ქართულმა უცნებამ ისევ კახიკალაძე წარადგინა და ნაციონალური მოძრაობა არ იღებს არჩევნებში არც ერთი ფრთა სხვათა შორის, ეხლა რაც არ უნდა იძახონ ჩვენ ყველა ნაციონალია ისინი, არ იღებენ და ვისურვებდი ეს ტრადიცია სამუდამოდ ესე დარჩეს, რომ მათ კარგიც იქნება, იმიტომ რომ იმდენად მათი აზრი არ უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოში, არასოდეს არ უნდა იღებდნენ მონაწილეობას, ამას მივესალმები მხოლოდ და მხოლოდ ეს ერთადერთი ჭკვიანური რაც ნაციონალურ მოძრაობამ მოიგონა, რომ ისინი არჩევნებში აღარ მიიღებენ მონაწილეობას. საკმაოდ მისასალმებელია და უნდა დაუფასოთ ადამიანებს ესეთი ნაბიჯები. და მოდი ისევ ეკონომიურ პრობლემებს დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ პოლიტიკური საუბარი ადგილობრივ არჩევნებზე ცოტა სასაცილო არის. იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ თქვათ ისეთი საკითხები არის მუნიციპალურ დონეზე გადასაწყვეტი, რომელიც პოლიტიკისგან ცოტა შორს არის ეკონომიური და რაც მთავარია არ უნდა იყოს კორუფციული. იმიტომ რომ ეს კორუფცია უფრო მოდი ესე ვთქვათ მუნიციპალურ დონეზე არის ვიდრე სახელმწიფო დონეზე, იმიტომ რომ ტენდერები ეს ყველაფერი არის დაახლოებით მუნიციპალიტეტების გადასაწყვეტი. დღეს საქართველოში ეს ტენდერები საკმაოდ ტკივნეული თემა, კითხვას ბადებს ის რომ რატო იგებენ ერთ და იგივე ადამიანები, რატო არიან ეს ერთ და იგივე ადამიანები, რატომღაც ხელისუფლებასთან და ნაციონალურ ამ ორ პარტიასთან ასოცირებული მუდმივად, რატომ არის სხვადასხვა სააფთიაქო თუ იგივე საწვავის შეომტანი ფირმები ასევე ამ ორ პარტიასთან ასოცირებული, რატომ აქვთ მათ ერთნაირი მუდმივად მაღალი ფასები და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შესაძლებელია და ქართული ოცნება ამას არ ებრძვის, იმიტომ რომ ისინი მოვიდნენ სხვა შორის 1 ლარი რომელიც იპარებოდა ბენზინში და დღეს 309 თემა გახდა ვერ იპოვეთ ის 1 ლარიო, ხო? არც ეს 309 თემა არ იპოვეს, მოდი ესე ვთქვათ, ვერ იპოვეს, არა არ იპოვეს და საქართველოში ყველაზე ძვირი ღირს ბენზინი, იმიტომ რომ ის 1 ლარი ისევ მუშაობს და არაფერი არ შეცვლილა. ყველაზე ძვირი ღირს წამლები, მედიკამენტები, მათ შორის ისეთი, რომელიც აი 80 წლის ზემოთ მოხუცებს, აი ძირითადად ისეთ მედიკამენტებზე აქვს საუბარი, ისევ ყველაზე ძვირი ღირს რეგიონში სომხეთი გვისწრებს, აზერბაიჯანი გვისწრებს, ფარმაცევტია არცეთგან არაა განვითარებული დამიჯერეთ. რუსეთი გვისწრებს, თურქეთი გვისწრებს, შუა აზიის რესპუბლიკები გვისწრებენ, ბალტიისპირეთი. ანუ რაღაც მიზეზიო საქართველოში, ამიტომ და ამიტომ ეგეთი მიზეზი არ არსებობს, გარდა მაფიისა, ჩამოყალიბებული მაფიისა, რომელსაც მფარველობენ სახელისუფლებო და მსხვილი ნაციონალური ინტერესები და ეს ამის კიდევ ამბობ მუნიციპალურ დონეზე მინიმუმ სააფთიაქო ოთარშენ კაი გეგმას საუბრობდი, სააფთიაქო ბიზნეს შეგვიძლია ჩავარტყათ აი ბიზნეს არა ქორვაჭრობას ზურგში დანა და გამოსავალი მუნიციპალურ დონეზე შესაძლებლობა გამოვნახოთ. ეს ძალიან მარტივი და ძალიან უბრალო წესი გქონდა გაწერილი და დაწერილი. არ ვიცი ოთარ კიდევ ამბობ ისეთი დიდი პროექტი როგორიცაა რკინიგზა რომელიც გქონდა დიდი დიღომისა და იმის დამაკავშირებელი სხვა შორის ქართულ ოცნებას წინარჩევნებზე გქონდა ლილოსა და ვარკეთილის დამაკავშირებელი მაგრამ იქ უნდა ყოფილიყო მეტრო გადაპირებდნენ და რუსთავამდე. კი ბატონო, მაგრამ არაფერი მაგდაგვარი არ ყოფილა ეს დაპირება დარჩა დაპირებად, მაგრამ ეს იმდენად დიდი და რთულია. მაგრამ ეს არ იქნებოდა მიწისქვეშა მეტრო, აქ იყო და ეს არ არის მიწისქვეშა და
ეს დაპირება კიდევ დიდებულია ჩვენს პროგრამაში გქონდა, იმიტომ რომ ამაზე მადლია საქმეს ვერ გავაკეთებ და ქალაქი კიდევ უფრო განიწვირდება მანქანებისგან, კიდევ უფრო განიწვირდება ამ მაგისტრალის გაკეთების შემთხვევაში, კიდევ უფრო რა თითქოს განიწვირდება, ხა ისე მივიდა მე რა. შედარებით უფრო განიწვირდება ვიდრე ის კატასტროფული მდგომარეობა, განსაკუთრებით ამ დიღმის ტრასაზე რო გჭირს ქალაქის შემოსასვლელში და განსაკუთრებით შაბათ-კვირას რო გაუვალი ხდება ეს ავტომატზე აღარ საუბრობ, რა თქმა უნდა. ხო და რა ვიცი, ოთარ არის რაღაცები, რომელსაც ვუწონებთ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რომელსაც არათუ არ უწუნებთ, კითხავსოთ 14 წელი რასაკეთებდით, 14 წელი რასაკეთებდით, ისლარი საწავიდა, ისლარი კიდევ ამბობ, რომ არ იყო სამასხარაო თემა, დღეს რომ ნაციონალს აგდებული აქვს, არ იყო სამასხარაო თემა, ისლარი უბრალოდ გადანაწილდა სხვადასხვა ჯიბეებზე, თორე არსად არ გამქრალა. და რავი სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. კი ბატონო, ზარებიც შეგვიწყებთ ეს აღარო შემეზარებსაც და მოგვიწევს ამ თემას შემდეგ გადაცემაში საუბარი. კი ბატონო, შემდეგ გადაცემა ერთი კვირის თავზე გვექნება, სხვა შორის ძალიან საინტერესო სპორტულად ვამთავრებთ ხოლმე ჩვენ გადაცემებს. ევროკალათბურთი იწყება და საქართველოს მინდა უსურო წარმატება, ნუ თამაშებით ევროპის ალბათ უძლიერეს გუნდს პირველ მატჩში ესპანელებს, ნუ ესპანელებთან შეიძლება არ ვიყოთ მაინდა-მაინც მოტივირებული გამარჯვებით, მაგრამ შემდეგ შესაძლებელი გამარჯვებაა საბერძნეთთან და აუცილებელი იტალია ნამდვილად უნდა დავამარცხოთ, იმიტომ რომ გვეკუთვნის, ჩვენ ამბიციურიერი ვართ და გვაჩნია რომ იტალია საუბარი აღარ არის ბოსნია-ჰერცეგოვინაზე და მასპინძელ კვიპროსზე. მათ რა თქმა უნდა ვაჯობოთ. კარგი, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.